სასტუმრო ქორთიათ მარიოჩი სახალხო დამცველი 2014 წლის რეკომენდაციების შესრულების ანგარიშს წარადგენს. ქორთიათ მარიოჩი იმყოფება ჩემი კოლეგა ვასილ დაბრუნდაშვილი, ისახო პირდაპირ ეთერში საუბრობს. ვასილ, დაიწყო თუ არა უკვე პრეზენტაცია? ვინ როგორ შეასრულა სახალხო დამცველის ის რეკომენდაციები, რომელიც უჩან ანუაშვილმა 2014 წელს გასცა. ამ თემასთან დაკავშირებით სწორედ ამ წუთებში იწყება კონფერენცია სასტუმრო ქორთიათ მარიოჩი. კონფერენციას ესწრებიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, როგორც უჩან ანუაშვილმა ამ კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა, არსებობენ კონკრეტული სამინისტროები, რომლებმაც მის მიერ გაცემული რეკომენდაციები შეასრულეს კარგად, თუმცა არსებობენ ისეთი საჯარო დაწესებულებები, რომლებმაც ეს რეკომენდაციები არც თუ ისე წარმატებით შეასრულეს. დღევანდელ კონფერენციას ესწრება ეკა ბესელია, რომელიც აცხადებს, რომ მისი კომიტეტისთვის მნიშვნელოვანია თითოეული ის რეკომენდაცია, რომელიც უჩან ანუაშვილმა გასცა. ანგარიში ეხება სახელმწიფოს ანგარიში რეკომენდაციების შესრულებას. გასულ წელს იყო მომზადებული არაერთი ანგარიში, იყო მომზადებული კონკრეტული რეკომენდაციები, დღეს ვაჯამებთ მთელ წელს. ანუ რომელმა უწყებამ შეასრულა ჩვენი რეკომენდაციები და რა თქმა უნდა გარკვეული ტენდენციები გამოიკვეთა. და გამომდინარე დღეს გვექნება ერთგვარი გაანალიზება ამ ტენდენციების. ჩვენ დავიწყეთ ამ რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგი და იცით უკვე პარლამენტში ჩვენი კომიტეტის ინიციატივით ორი დადგენილებაა ზედიზედ მიღებული, როდესაც სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულება ჩვენ სავალდებულო წესით გაუგზავნეთ აღმასრულებელ ხელისუფლებას და ეხლა ვიწყებთ სწორედ მონიტორინგს, ანუ მოსმენას, როგორ ხდება ამ რეკომენდაციების შესრულება. ანგარიშის მიხედვით ყველაზე მეტი რეკომენდაცია 40-მდე რეკომენდაცია გაიცა მთავარი პროკურატურის მიმართ, თუმცა როგორც უჩან ანუაშვილი აცხადებს, ამათგან 8 არ შესრულდა, 9-ზე კი მას პასუხი საერთოდ არ მიუღია. როგორც უკვე გითხარით, ეს პრეზენტაცია ამ წუთებში მიმდინარეობს და პრეზენტაციას სხვადასხვა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებიან. დიდი მადლობა ვასილ, პირდაპირ ეთერში ვასილ დაბრუნდაშვილის